გამარჯობა თქვენ უყურებთ დღის ამბებს 2 საათზე, რომელსაც ტელეპირველის გუნდი და ლევან ჩხაიძე წარმოგიდგენ დაახლოებით 2 საათის წინ ცნობილი გახდა, რომ თანამდებობას ტოვებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. რატომ დატოვა მან პოსტი, ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ ზეწოლა? რა არის გვენეტაძის წასვლის მიზეზი? 2017 წლის 9 ნოემბერს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გვენეტაძე თანამდებობას ტოვებდა მიზეზად იუსტიციის საბჭოს ხდომაზე. საბჭოს წევრებსა და გვენეტაძეს შორის მომხდარი კონფლიქტი სახელდებოდა. საბჭოს ზოგიერთმა წევრმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ნინო გვენეტაძე ხელს არ აწევდა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის შესახებ. უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ 2017 წლის 6 ნოემბერს განაცხადა, რომ ძალადობის მსხვერპლია და საბჭოს წევრები ცდილობენ ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიაღებინონ, რის გამოც მან სხდომა დაასრულა. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ახლა რა ხდებოდა 2017 წლის 6 ნოემბერს იუსტიციის საბჭოს ხმაურიან სხდომაზე. კიდევ ამბობ ხმამაღლა, თქვენ ძალადობთ ჩემზე. ეს გამოგივიდა ბრწყინვალეს დღეს, თუმცა ეს არ გაგრძელდება ასე. თქვენ ძალადობთ, ქალბატონო ნინო. თქვენ ძალადობთ, არ გვისმენთ ჩვენ. თქვენ გინდათ რომ ძალისმიერი მეთოდებით, ისევე როგორც იცით ხოლმე ძალისმიერი მეთოდებით, ეხლა მაიძულოთ რომ პასუხი მოგცეთ. მე ამ იძულებას არ დავექონდებარი. მე აღარ შემიძლია ამ რეჟიმში მუშაობა, გაჩუმდი, უნდა გამოვაცხადო საჯარო. გაჩუმდი, გეუბნები. გაჩუმდი, პასუხი უნდა ვთქვა, გეუბნები. მე ამ პირობებში ვერ ვიმუშავებ ამ დღეს, რომელსაც ქვია იზოლების, შანტაჟის, აბეტი არ შეიძლება. ეს უნდა დავადასტუროთ თქვენ მემუქრებით, რომ მე ამის საშუალებას არ მომცემთ, ჯერ უნდა დამიდასტუროთ, რომ ეს პიროვნულად მართლაც ამ კონფლიქტიდან გასულია 9 თვე, ეს იყო იუსტიციის საბჭოში 2017 წლის 6 ნოემბერს, ამის შემდეგ 9 ნოემბერს უკვე საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა დახურული შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მონაწილეობით. შეხვედრის შემდეგ ნინო გვენეტაძემ ხელი მოაწერა საბჭოს გადაწყვეტილებას 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის შესახებ. რაც შეეხება ნინო გვენეტაძის მუშაობას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. გვენეტაძე ამ პოსტზე გიორგი მარგველაშვილმა წარუდგინა საქართველოს პარლამენტს, მას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა და ის გახდა პირველი ქალი, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ნინო გვენეტაძე უფლებამოსილებას 2015 წლის მარტიდან ასრულებდა, ის 10 წლით იყო არჩეული თანამდებობაზე. განცხადებაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, გვენეტაძე წერს, რომ თანამდებობიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიდის. მას სჭირდება რამდენიმე თვიანი მკურნალობა საზღვარგარეთ. განცხადებაში გვენეტაძე იმ რეფორმებზეც საუბრობს, რომელიც მისი მუშაობის პერიოდში სისტემაში გატარდა, მაგალითად მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის წარმატებით განხორციელებაზე, რაც გულისხმობს საერთო სასამართლოების სისტემაში შემოსულ საქმეთა შემთხვევითი ელექტრონული წესით განაწილების დანერგვას და მის წარმატებით ამუშავებას. წერს ნინო გვენეტაძე ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მართლმსაჯულების 5 წლიანი სტრატეგიისა და 2 წლიანი სამოქმედო გეგმის მიღებას. პირველად ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებას და ამოქმედებას. ეს ყველაფერი ნინო გვენეტაძეს მიაჩნია, რომ იყო წარმატებული რეფორმები სასამართლო სისტემაში, თუმცა ამ რეფორმებს ძალიან ხშირად აკრიტიკებდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ასევე მედიაც საკმაოდ კრიტიკულად აფასებდა სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას. რაც შეეხება ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურას, აქ არის ძალიან საინტერესო სიტუაცია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვადაზე ადრე გადადგომის შემთხვევაში ახალი კანდიდატურის წარდგენისა და არჩევის ვადები კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტის სიითის შემადგენლობით უმრავლესობით 10 წლის ვადით ირჩევს. ახალი რედაქციის კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ კი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება-მოსილება აღარ ექნება. პარლამენტი უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს. ასევე ახალი კონსტიტუციით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ იქნება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია გვენეტაძის გადადგომაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში მის მრჩევლებთან და ადმინისტრაციის წევრებთან ამ თემაზე სპეციალურ თათბირს მართავს. რაც შეეხება ნინო გვენეტაძის მუშაობას და მისი მუშაობის მიმართ იუსტიციის მინისტრის დამოკიდებულებას, დაახლოებით 15 დღის წინ თია წულუკიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა კვირის ინტერვიუში სასამართლო სისტემაზე საუბრისას თქვა, რომ გვენეტაძე მისი მეგობარია, მაგრამ მან თავის თავზე უნდა აიღოს რეფორმების განხორციელებაში პასუხისმგებლობა. ჩვენ შეგვიძლია თია წულუკიანის ეს განცხადება მოვისმინოთ.
მე ძალიან მიყვარს ქალბატონი ნინო, მიყვარს როგორც პატივსცემ, როგორც ქალს, როგორც დედას, როგორც პროფესიონალს, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. დიახ, მის გარეშე ვერ ჩატარდებოდა, ვთქვათ, ისეთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, როგორც არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და როდესაც ის დაინიშნა, მე ჩავთვალე და დღესაც ვთვლი, რომ მასთან ერთად დადგა ნათელი პერიოდი, იმიტომ რომ ნამდვილად ვერ უწოდებ მე კუბლაშვილის პერიოდს, ნათელ პერიოდს. ამიტომ ჩვენ მივიღეთ ნათელი პერიოდი. თუმცა მანიცის საჯაროდ მithქვამს და თქვენს ეთერშიც ვიტყვი, რომ უფრო მეტი რამ შეიძლება მან აკეთოს იმისთვის, რომ აი მურთულეს სისტემას და გამოწვევებს უკეთესად შეეჭიდოს. მე მას ვუთხარი და საჯაროდ გეტყვით, რაც ვუთხარი, როდესაც აი გამოვედი ეს თქვი, მაგრამ რო შევედი იგ რა ვთქვი, ამას გეტყვით. მე ვუთხარი, მე ნინოს ძალიან დიდ პატივსცემ მეგობრად ვთვლი. ნინო, ეს არის სისტემა, რომელიც შექმნა იმ ადამიანმა, რომელიც მათ შექმნა ის სისტემა, რომელსაც მე ვმართავ. და ალბათ ამ სისტემას მეთქი არ მოუხდება შეიბნენ ვეფხი მოყმეი. ეს არ გამოვა მეთქი, ეს კარგი იქნება, არ გამოვა. იმიტომ რომ მე რო ეს გამეკეთებინა, ეს არის კარტებისგან აშენებული შენობა, რომელიც შენ არ აგიშენებია, იჯდა ადამიანი, რომელმაც ააშენა სასამართლო, პროკურატურა, მაგრამ რა გამოვიდა? და კარტებს როგორ გამოაცლი მეთქი. თუ ამაში მე შენ დაგჭირდი, ეს არის კონკიას სამუშაო, რომ დაგიყარეს ხორბალი და ქერი და მიდი გამოარჩიე. უთხოვია რჩევა, უთხოვია დახმარება. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად გვიმუშავია, ერთმანეთს დავხმარები ვართ, მაგრამ ის მე რო დამჭირდეს თქვენი დახმარება, რაც არ უნდა მეგობრები რო ვიყოთ, წარმოიდგინეთ, ან ნინო არის ჩემი მეგობარი, ან კიდე ვიღაცა. თუნდაც ჩემი პარტიაში თანამებრძოლები ან ვინც არ უნდა იყოს, სულ ჩემი ოჯახის წევრი. ყველას აქვს თავისი გასაკეთებელი საქმე, ამის თქვა. ჩემს მაგერად საქმეს ვერავინ ვერ გააკეთებს. რაც შეეხება ნინო გვენეტაძის ბიოგრაფიას, ის 1999-2006 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე, მას უფლება მოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა გვენეტაძემ მაშინდელი ხელისუფლება საჯაროდ დაადანაშაულა ზეწოლაში, რის შემდეგაც ის გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, მიზეზად კი პროცესუალური გადაცდომები დასახელდა. ამის შემდეგ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში გვენეტაძე კენჭს რესპუბლიკური პარტიიდან ხაშურის რაიონის მაჟორიტარად იყრიდა. 2010-2012 წლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის ექსპერტი იყო. 2012-2014 წლებში ევროკავშირის კანონის უზენაესობის პროექტის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოში ექსპერტი გახდათ. ეს იყო ნინო გვენეტაძის ბიოგრაფია და მისი სამუშაო გამოცდილება ბოლო წლებში, რომელშიც ახლა უკვე ჩაიწერება, რომ ის იკავებდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის მარტიდან 2018 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით. სოზარ სუბარმა გააკეთა ნინო გვენეტაძის გადადგომაზე განცხადება, მოვისმინოთ ეს კომენტარი და შემდეგ უკვე გეტყვით თუ ვინ განიხილება სახელმწიფო კულუარებში ნინო გვენეტაძის შემცვლელად. ძალიან მოულოდნელი იყო პირადად ჩემთვის, აი თქვენთან ერთად ვიდექი ტაძარში, როდესაც ეს ინფორმაცია გავიგე, არც გამიგია რომ მსგავსი გადაწყვეტილების სურვილი ოდეს მექონოდა. ხა მე რაც წავიკითხე, მან განაცხადა რომ ეს არის ჯანმრთელობის გამო, სავარაუდოდ ალბათ ესეა. ნამდვილად არ მაქვს სხვა ინფორმაცია, რამე სხვა მიზეზი ხო არ არსებობს, მათ შორის ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ ამ რამდენიმე თვის წინ, როცა ის საუბრობდა იგი იუსტიციის საბჭოში არსებულ დისკომფორტზე მის მიმართ ზეწოლაზე, თუმცა არ მგონია რომ ეს გამხდარიყო მიზეზი, რადგან მან თქვა რომ ჯანმრთელობის მიზეზი ალბათ ეს უნდა ვივარო. ნინო გვენეტაძე არის ადამიანი, რომლის მიმართაც მე პირადად მაქვს ძალიან მაღალი ნდობა, ძალიან დიდი პატივისცემა, მრავალი წელი ავიცნობდა, რადგან მან თქვა ეს მიზეზი, მაშინ ესე იგი სავარაუდოდ ეს არის მიზეზი. წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, ის არ მოერიდებოდა სხვა მიზეზის დასახელებას. ჩვენი ინფორმაციით მართველ გუნდში ნინო გვენეტაძის შემცვლელად დასახელდა ეკა ბესელიას კანდიდატურა, თუმცა ჯერ ალბათ ამაზე საუბარი ნაადრევია და სხვა კანდიდატურების განხილვაც მოხდება, თუმცა ისიც გააურკვეველია ჯერ თუ როგორ მოხდება და როდის ახალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენა პარლამენტისთვის, ვინ წარადგენს, ეს იქნება პრეზიდენტი მარგველაშვილი თუ ახალი პრეზიდენტი, რომელიც ეყოლება საქართველოს 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. საინტერესო